ნახოთ, აბა რას ვისაუბრ. მივიდივარ ისევ L, ანუ დაბალი რეჟიმით. იმიტომ რომ ესეთ გზებზე ვერ გამოიყენებ იმას რა ქვია. დიცი მძლავრს. გამარჯობა ზაღლუკა. ვერ გაიგო ისე მივეპარი. ნახოთ რას იზავს მოტო, ნახოთ რას იზავს საბურავი, ნახოთ რას ვიზავ მე. საბურავი ცურავს კარგად. ჩართული მაქვს ტრავა და დეტალურ ინფორმაციასაც მოგვაწოდეს სახლის კუთხეებთან დაკავშირებით და პირზე გადასდის ეს სიმძლავრე. მოჩავო. უიმე, რა საჭირო. რატაც გადავხატე. სადის მე მართლა ორტაქტიანივით, სამოსიანივით კარგად გაბედულად რომ გაუყრე გას აიმასე რა. კარგი. ამიტია თვილი. რა კარგი, არც ბენზინი დაიღურება და არც არაფერი. ეხლა ჯობია რომ ჩავაქროთ. რადგანაც წამოყენების დროს გაზის სახელურზე თუ მოგეჭირა ხელი, ეძებე მერე. კარგი. შეგრძნება წონის და სიმძიმის უფრო მეტი აქვს. ვიდრე 300-იან ორტაქტიანს აი გასწორების მომენტში, იმიტომ რომ ჩავთოთ, იმიტომ რომ ამის აკუმულატორი ზევით არის მთავარი წონა. და ესე წყნარად და მშვიდად შეხედეთ. აქ არ არის სწორი გზა ეხლა, ალბათ კამერაში არ ჩანს, მაგრამ აი ესე ამოდია. ბიჭებო, ვინც ხართ ნამყოფები, ნათურსემლის საღმართის ბოლო მონაკვეთია. აი შეხედეთ ეხლა. ჯერ უკან არ გორდება დაღმართზე, აი ხო ის დაღმართი. ეხლა დავძერთ. სასწაულად კარგია, სასწაულად რა. ეს არის აცრავად. ეგ მათვის ვინც არის ალბათ 70-80 კილო ძალიან მაგარია, იმიტომ რომ გაცილებით ნაკლებს
მოიხმარს ელექტროენერგიას, ახლა მაქვს არ ვიცი თუ ჩანს 72% დამრჩა 30 კილომეტრმა გავლილი. მე ამას სტრავაზე გადავამოწმებ რა და როგორ. ზუსტად ზომოს თუ არა ეს ოდომეტრი, წავედი მოკლედ რა. კარგია, ძალიან მაგარია რა.